შენგელი დარში და ავდარში შენგელი სუსხიან დამთარში რადამ ლაბლოდინის რამოგდის გამოდის საშენი თვალების ფერიად იყო ნაჩვენები კანში თავის თავად რას გარკვეული მიღწევა. არც წაყოლილვარ ფილმს. ფილმი გადაწყვეტა კომიტეტმა წაიღო და აჩვენა. მე ამ თამაშს იქ არ ვიყავ. ძალიან მიხარია. საერთოდ ქართული კინოს და ქართული კულტურის გამარჯვება იქნება. ილვარ მთაში გავზდილვარ. აი გავზდილვარ. ტერო არ შაგიშინდე. რაც შეეხება საერთოდ იდეას, ეს გელა რატომ მიდის მამისგან, იმიტომ რომ გაუთავებელი ერთი და იგივე ბეზდება ადამიანს და უნდა რაღაც მონახოს ახალი და ეს რაღაცა. თვითონ კალათონიშვილი იყო ოპერატორი. ჩვენ გვერდ-გვერდ ვიდეკითხავთ და რო ჩავიხედავდი კაცში, მოვილაპარაკებდი ასე უნდა გადავიღოთ და თითო იღებდა. თამაშობდნენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელა, იმედო კახიანი. 3 წელიწადი ვიღებთ ამ ფილმს. რატომ? იმიტომ რომ დღეში ერთ კაცს ვიღებდით. ხანდახან ჩვენ თვითონ ვიყავით წყემსები. იმიტომ რომ ფარის მოტრიალება მთელი დღე უნდა და ვეხმარებოდით წყემსებს. სანამ იმედა მიდის ბავშვთან ჩემს ცხოვრებაში მე ეგეთ რამე არ გამიკეთებია. იმედას არ გამოდიოდა. მე ავიღე და დავარტყე ხელი და ამის მერე ძალიან კარგად ითამაშა ეს სცენა. ყველაზე რთული იყო აი ბოლო კადრები, როდესაც ეს ცვივა ყველაფერი და ვენტილატორები იყო და მთელი ჯგუფი იდგა და მრიდან რაღაცები თუნდაც მიდიოდა. ეს ძალიან რთული იყო. ზოგი კადრები იყო გადაღებული ვერტფრენიდან. აი ესეთი ურთულესი სურათი იყო თეთრი კადრები. რაც შეეხება მონტაჟს, მე მგონი ერთი თვე მაინც ვამონტაჟებდი. ამაზე ახმოვანებდი, მე ვამონტაჟებდი, მე როცა ეს ყველაფერი შედგა, მე მგონი ძალიან კარგი შედგა. შენ მაყურებელს რაღაცა ხომ დაუტოვო. კითხვის ნიშანი იმას ნიშნავს, რომ მაყურებელმა უნდა დაფიქრდეს რა მოხდა და თვითონ გამოიტანოს დასკვნა.